დღევანდელი დღის თემა. უთხრა ლაბანმა იაკობს. ჩემი სახლი კაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო. მითხარი, რა მოგცე ქირად? საკმარისად გვაჩვენა გუშინ წმინდანის მოგზაურობის დასაწყისმა. რამდენად ბრძენი იყო იგი, რის გამოც უფლის ასეთი დიდი აღთქმის ღირსი გახდა. შემდეგ გამხნევებულმა თხოვნითა და ლოცვით, რომელიც უფლისადმი აღავლინა, მრავალი სწავლება მოგვიტანა, მთავარია თვითონ ვისურვოთ მართლის სათნოების მიბაძვა. მართლაც გაოცების ღირსია მიუხედავად იმისა, რომ იცოდა აღმთქმელის ყოვლის შემძლეობა და აღთქმულის სიდიადე, უფალს თხოვს არა დიდსა და განსაკუთრებულ რამეს, არამედ როგორც გუშინ მოისმინეთ, მხოლოდ იმას, რაც საკმარისი იქნებოდა გამოსაკვებად და სხეულის დასაფარად. გარდა ამისა, აღთქმა დადო, რომ ღმერთს მიუძღვნიდა მეათედ ნაწილს იმისა, რასაც მიიღებს, თუ ღმერთი უწყალობებს მას, რასაც შეპირდა თავის მიწაზე დაბრუნებას. იგი ყველაფერში ღვთისმოსაობას ავლენს, აღიარებს ღმერთს ყველა სიკეთის წყაროდ, გვასწავლის, მას ერთადერთს მივაგოთ ყველა სიკეთისთვის. მართალმა იცოდა ღმერთის ენით აუწერელი კაცთმოყვარეობა და მადლიერებით მსჯელობს მისი მამისთვის აღმოჩენილი სიკეთის გამო, დარწმუნებულია, რომ ღმერთი მასაც მისცემს დოვლადს. თუმცა ღმერთს ამის შესახებ არაფერს თხოვს, თავს უფლებას არ აძლევს ლოცვებში ეს ახსენოს, მხოლოდ აღთქმას დებს, რომ ღმერთს მიუძღვნის მეათედ წილს. მან აჩვენა, როგორ მტკიცედ სწამს აღმთქმელის ყოვლის შემძლეობა. ამისთვის თავად ღმერთი ესაუბრება მას. მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა და ღმერთი ისაკისა. გაიაზრე ამბობს ის, რომ პატრიარქი წყარიბი მოვიდა ამ მიწაზე, ყველასთვის უცნობი, მაგრამ ისეთ დიდებას მიაღწია, რომ ყველა მასზე საუბრობს. დაფიქრდი შენს მამაზე, როგორ გაუჩნდი უკიდურესად ხანდაზმულს და იმდენად განდიდდა, ამ ქვეყნის მცხოვრებთა შორის მიზეზი გახდა. შენც ამასვე ელოდე, გადადე ყოველგვარი შიში, შეშფოთება, განაგრძე მოგზაურობა. ამგვარი მსჯელობით მართალი ყურადღებას არ აქცევდა მაშინდელ თავის მდგომარეობას. იმიტომ რომ არაფერი გააჩნდა, ან რა ექნებოდა, როცა იძულებული იყო მარტო დასდგომოდა შორეულ გზას. რწმენის თვალით უყურებდა თავის მომავალ კეთილდღეობას. ის აჩვენებს მისთვის დამახასიათებელ კეთილგანწყობას ღვთის მიმართ. ჯერ არაფერი მიუღია, მაგრამ უკვე აღთქმას აძლევს ღმერთს, აღიარებს უფლის აღთქმას და თავად სიკეთის ფლობას. ჩვენ ხომ იმდენად არ უნდა დავეყრდნოთ იმას, რასაც ვხედავთ და რაც ხელში გვიჭირავს, რამდენადაც ღმერთის აღთქმას, თუნდაც ისინი სწრაფად არ სრულდებოდეს. მაშ ასე მართალმა მიიღო უდიდესი გამხნევება ღმერთისგან და გაუდგა გზას. როგორ არ უნდა გამხნევდეს, როცა მოისმინა ასეთი სიტყვები. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი. როგორც გუშინ ვამბობდი, იმსჯელე აქ ღმერთის კეთილგონიერ სიბრძნეზე და წმინდანის უდიდეს მოთმინებასა და მადლიერებაზე. ამ აღთქმის შემდეგ ის ადგა და ჰარანისკენ გაემართა და განაგრძობს გზას, როგორც მოხეტიალე და მწირი, მაგრამ ყველაფერში ხედავს უზენაესის წყალობას მის მიმართ, იმიტომ რომ კაცთმოყვარე ღმერთმა ყველაფერი წინასწარ მოუმზადა ამ გზისთვის, საქმით უსრულებდა თავის აღთქმას. მან ვინც თქვა, აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. ის ხელმძღვანელობდა და მიიყვანა მართალი ჭასთან, სადაც ადგილობრივები თავიანთ ნახირს არწყულებდნენ. გამოჰკითხა მათ ლაბანის თავისი დედის ძმის შესახებ და გაიგო ყველაფერი, რაც საჭირო იყო. შემდეგ დაინახა მისი ქალიშვილი და ნახირი, როგორც მაშინ, როცა იმ ადგილის მაცხოვრებლებს არ შეეძლოთ ქვისაწევა ჭიდან და ნახირის დარწყულება, ის გაიქცა და უზენაესის დახმარებით გააკეთა ის, რაც ადგილობრივებს არ ძალუძდათ. დაასწრო ლაბანს სიკეთის ქნა, ცხვრების დარწყულებით, რომლებსაც რაქელი მწყემსავდა. მიესალმა გოგონას უამბო თავისი თავის შესახებ, ვინ არის და საიდან მოვიდა. მაგრამ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ მოამზადა მართლისთვის, მან გოგონასაც აღუძრა სურვილი სასწრაფოდ გაქცეულიყო და მამისთვის იაკობის შესახებ შეეტყობინებინა, რომელიც იაკობის დედის ძმა იყო. მოეთხრო იმ დახმარების შესახებ, რომელიც აღმოუჩინა მათ და ნახირს და იმაზე, რომ ის უცხოტომელი კი არ არის, არამედ მისი დის შვილია. შეხედე საყვარელო, როგორი გულმოდგინებით და ნათლად გადმოგცემს ამ ყველაფერს საღვთო წერილი, ასახავს ჩვენს ზნე-ჩვეულებებს და იმ გულმოდგინებას, რომელსაც აღმოუჩენდნენ თავშესაფრისთვის. გოგონას გულმოდგინება რომ გვაჩვენოს, წერილი უბრალოდ არ ამბობს. წავიდა და მოუყვა მამას მომხდარის შესახებ. არამედ გაიქცა, ამბობს წერილი და ამით მის უდიდეს სიხარულს გადმოგცემს. შემდეგ ასევე ლაბანზეც, მის მამაზე, ითქვა როგორც კი მოისმინა ქალიშვილისგან ეს, მაშინვე თვითონ გაიქცა იაკობის შესახვედრად, სიყვარულით მიესალმა მას და შეიყვანა თავის სახლში. ლაბანმა ზედმიწევნით გაიგო იაკობისგან ყველაფერი და უთხრა მას. ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ, შენ, როგორც შვილი ჩემი დის, სხვა არაფერი ხარ, თუ არა ხორცი ჩვენი, შენ ძმა ხარ ჩვენი. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე. როგორც საკუთარ სახლში, ისე ცხოვრობდა მართალი მასთან, უსაფრთხოდ და სრულიად უზრუნველად. მათ შორის ღმერთმა ყველაფერი მართლის სასარგებლოდ მოაწყო და ყველაფერში ეხმარებოდა. კეთილგანაწყო მის მიმართ ლაბანი, რომელიც ხედავდა იაკობის სიმშვიდეს, უთხრა მას. ჩემი სახლი კაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო. მითხარი, რა მოგცე ქირად? ყურადღება მიაქციე, რომ თვითონ არ ცდილობს გამორჩენას. ლაბანი საკუთარი სურვილით სთავაზობს მართალს. ხედავ, როგორი წარმატება აქვს მას, ვისაც უზენაესის მარჯვენა ეხმარება.
უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო. მითხარი, რა მოგცე ქირად? თუმცა ეს ნეტარი თანახმა იყო იმაზეც, რომ ყოველდღიურ სარჩოს იღებდა და ამისთვისაც დიდად მადლიერი იყო. მაგრამ ლაბანმა აღმოაჩინა მისი განსაკუთრებული თავმდაბლობა. სურს მისცეს ჯილდო, რომელსაც თვითონ დანიშნავს. და რას აკეთებს მართალი? ყურადღება მიაქცია, ამ შემთხვევაშიც რამდენად დიდია მისი კეთილგონიერება, როგორ არ აქვს არანაირი სურვილი სიმდიდრის შეგროვების. ის არ ლაპარაკობს ლაბანთან როგორც ვინმე დაქირავებული და სხვას არაფერს ითხოვს, არამედ ახსოვს დედა და მამის დარიგება და აჩვენებს თავის უჩვეულო თავმდაბლობას, ეუბნება ლაბანს. 7 წელიწადს გემსახურები რაქელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის. მაშინვე შემიყვარდა, როცა ჭასთან დავინახე. შეამჩნია ამ კაცის კეთილგონიერება. თვითონ ინიშნავს თავისთვის მუშაობის დროსაც და ამ დროის გაგრძელებაში საკუთარი თავმდაბლობის გამოცდასაც. რამ გაგაოცა საყვარელო, როცა გაიგე, რომ იაკობმა 7 წელი მუშაობა აღუთქვა საყვარელი ასულისთვის? იმის საჩვენებლად ძლიერი სიყვარული როგორ უმსუბუქებდა შრომას და დროის ხანგრძლივობას, საღვთო წერილი ამბობს. მსახურობდა იაკობი რაქელისთვის 7 წელიწადს და რაქელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღე ეჩვენა ეს დრო. 7 წელი მას რამდენიმე დღე ეჩვენა ასულის განსაკუთრებული სიყვარულის გამო. თუ ვინმე დაკოდილია სიყვარულის ვნებით, არანაირ სირთულეს ყურადღებას არ აქცევს, როგორი საშიშროებაც არ უნდა იყოს, ყველაფერი მსუბუქად გადააქვს, მხოლოდ ერთზე ფიქრობს თავისი სურვილი შეისრულოს. მოვისმინოთ ეს ჩვენ, უდარდელებმა, დაუდევრებმა, ღმერთის წინაშე დიდი უმადურების გამომჩენებმა. თუ ამ მართალმა ქალწულის სიყვარულის გამო გადაწყვიტა 7 წელი იმუშაოს, გადააქვს მწყემსის ცხოვრების ყველა სიმძიმე, ვერ გზნობს ვერც შრომას, ვერც დროის ხანგრძლივობას. ყველაფერი მისთვის მსუბუქად და მოსახერხებლად ჩანს. რადგან ის საზრდოობდა იმედით, მიეღო სასურველი, ასეთი ხანგრძლივი დრო რამდენიმე დღედ მიაჩნდა. მაშინ რა გამართლება გვაქვს ჩვენ, როცა არ აღმოუჩენთ ამგვარ სიყვარულს ჩვენს უფალს, კეთილის ყოფილს, შემოქმედს, რომელიც ჩვენთვის ყველაფერია. სადაც ცხოვრებისეული სარგებელია მოსალოდნელი, იქ ჩვენ ხალისით ვითმენთ ყველაფერს, იქნება ეს მძიმე შრომა, თუ სხვა რამ სირთულე, თუნდაც სირცხვილი ან სასჯელი გვემუქრებოდეს, დროებითი ან მარადიული. საკუთარი ხსნისთვის კი, იმისთვის რომ მოვიპოვოთ უზენაესის კეთილგანწყობა, ჩვენ უძლურნი ვართ, უგულისყურონი, ხეიბარნი. როგორი წყალობა გვექნება ჩვენ, როგორი გამართლება სრულიად უდარდელობისთვის, როცა არ გვინდა ვაჩვენოთ ღმერთს ისეთი სიყვარული, როგორც მართალს ჰქონდა ასულის მიმართ, მით უმეტეს როცა ვხედავთ ესოდენ დიად წყალობას ჩვენთვის აღმოჩენილს და ყოველდღიურად გარდამოვლენილს. ჩვენ ისეთი უმადურები ვართ. მაგრამ ასეთი არ იყო პავლე, ის ისე ანათებდა სულით, ისე იწოდა ღმერთის სიყვარულით, რომ თავისი სულის ღირსება გამოხატა სიტყვებით. ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა. ნახე, როგორი გამომხატველობა ამ სიტყვებში, როგორი სულიერი გრძნობა ღვთიური ძალის, როგორი მგზნებარე სიყვარული. ვინ განმაშორნეს ჩვენ, ანუ შეიძლება იყოს რაიმე ისეთი ხილული ან უხილავი, რაც ჩვენ ღმერთის სიყვარულს მოგვიშლიდა. გსურს გამოვიძიოთ და გამოვრიცხოთ ყველა შემთხვევა და ვაჩვენოთ ჩვენი სიყვარულის გადაულახავი ძალა ღვთისადმი. პავლე მოციქული ამგვარად განაგრძობს. ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამან, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახვილმან. ხოი სულო, აღფრთოვანებით აგიზგიზებულო, რომელიც არის დედა მორჩილებისა, რა სირთულე შეუძლია ღვთის სიყვარულს დაგვაშოროს? ყოველდღიურ მწუხარებას? არანაირად. მძიმე მდგომარეობას? არა. დევნას? სრულებითაც არა. მაშრას? შიმშილს? არა. ხმალს ხომ არა? სიკვდილიც რომ მემუქრებოდეს, ამბობს ის ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. ყველაფერი წარუმატებელი იქნება, უძლური. სხვა არავინ გამხდარა ღირსი ღმერთის ასეთი შეყვარების, როგორც ეს ნეტარის სული. ის ყველაფერს ისე ამბობს, თითქოს უკვე უარი თქვა სხეულზე, ზეცად ამაღლდა და უკვე აღარ ფიქრობს, რომ ისევ მიწაზე დადის. სწრაფამ ღმერთისკენ და მის მიმართ მგზნებარე სიყვარულმა მისი გონება გრძნობადიდან სულიერში გადაასახლა აწმყოდან მომავალში, ხილულიდან უხილავში. ასეთია ღმერთის რწმენა და სიყვარული. რომ დავინახოთ მისი ჭეშმარიტი კეთილგანზრახულობა, შეხედე, იმდენად შეიყვარა უფალი და როგორ მგზნებარედ მიისწრაფვის მისკენ, გაძევებული, დევნილი, გამათრახებული, 1000 საშინელება გამოვლილი ამბობდა. რამე თუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქვენ, რამე თუ უფალი იესო ქრისტე ღამესა მას, რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, მადლობდა, განტეხა და თქვა. მიიღეთ და ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი. ამას ყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა და თქვა. ესე სასუმელი ახალი რჩული არის სისხლისა ჩემისაი. ამას ყოფდით რაოდენ გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსახსენებელად. რამე თუ რაოდენ გზისცა ჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერიდან რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდე ბარს იგი ხორცსა და სისხლსა უფლისასა. ითმენდა ამ ყველაფერს უხაროდა და მხირულობდა. მან იცოდა, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ დროებით სირთულეებს უდიდესი მისაგებელისკენ მიჰყავთ, რომ გაჭირვება გვირგვინს უმზადებს. თუ იაკობს რაქელის სიყვარული 7 წელი რამდენიმე დღედ მიაჩნდა, ნეტარი პავლე უფრო მეტად თაყვანსემდა, ერთხელ და სამუდამოდ ღმერთის მიმართ სიყვარულით ანთებული ყველაფერს ითმენდა ქრისტესთვის, რომელიც შეიყვარა.
გთხოვთ, ვეცადოთ ჩვენ შევიყვაროთ ქრისტე. ქრისტე ხომ მის საუბრებში სხვას არაფერს ითხოვს შენგან, გარდა მისი მთელი გულით სიყვარულისა და მისი მცნებების შესრულებისა. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ვის უყვარს ის ისე როგორც უნდა უყვარდეს, რა თქმა უნდა მას, ვინც ცდილობს დაიცვას მისი მცნებები. რადგან თუ ვინმე გულწრფელად არის განწყობილია, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რითაც შეუძლია შეყვარებულის სიყვარული მიიზიდოს. ამგვარად, ჩვენც თუ გულწრფელად შევიყვარებთ უფალს, შევასრულებთ მის მცნებებს და არ გავაკეთებთ ისეც არაფერს, რაც საყვარელს გააღიზიანებს, ღირსი გავხდებით გვიყვარდეს ის გულწრფელად, ისე როგორც უნდა იყოს, ეს სათასასუფეველია, ეს ნეტარებაა, ეს აურაცხელი სიკეთეა. ჩვენი სიყვარული მის მიმართ იქნება წრფელი, მაშინ როცა მისი სიყვარულით ჩვენს ახლობლებს შევიყვარებთ, ორთა მცნებათა ყოველის ჯული და წინაწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან. ანუ იმაში, რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი სიძლიერით, მთელი გონებით და მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ეს ყველაზე მთავარია სათნოებათაგან, ეს ღმერთის მცნების საფუძველია. ღმერთის სიყვარული თავისთავად ერთიანდება მოყვასის სიყვარულთან, იმიტომ რომ ვისაც ღმერთი უყვარს, ის არ შეიძულებს ძმას თავისას, უპირატესობას არ მიანიჭებს სიმდიდრეს, არამედ მისთვის ყოველგვარ სიკეთეს ქმნის. გავიხსენოთ ის, ვინც თქვა: რაოდენი უყავთ ერთ სამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. ვიფიქროთ, მოყვასისთვის გაწეულ სამსახურს თავად უფალი გაითავისებს, ის ყველაფერს უდიდესი გულმოდგინებით გააკეთებს და თავის უხმოწყალებას აჩვენებს. გთხოვთ, ნუ დავტოვებთ უყურადღებოთ ამ ჩვენი სულის სასარგებლო და წყლულების საკურნებელ საქმეს. ეს კურნება ყველაზე მეტად ჩვენ მოგვიტანს სარგებელს. ის ისე დაახშობს ჩვენი სულის იარებს, რომ არავითარი კვალი არ დარჩება, აღარავითარი ნიშანი. სხეულის ჭრილობების შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რადგან თუნდაც ათასობით წამალი დაადო ჭრილობას, ექიმების მიერ შედგენილი სხეულზე უსათუოდ დარჩება ნაწიბური. და ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან აქ სხეული იკურნება. მაგრამ აქ, როცა სული იკურნება, ყველა ვინც გამოაჩენს საკუთარ კეთილგანწყობას, დიდად იცვლება უკეთესობისკენ. ყველა ნაწიბური ქრება, როგორც მტვერი ძლიერი ქარისგან. წმინდა წერილის სავსეა ასეთი მაგალითებით. ასე, ნეტარი პავლე დევნილისგან მოციქულად გადაიქცა და ის, ვინც ეკლესიას ანადგურებდა. მისი მოძღვარი გახდა. ხედავ, როგორი გადამწყვეტი ცვლილებაა. ხედავ, როგორი უჩვეულო განახლებაა. როგორც ყაჩაღმა მრავალი მკვლელობის ჩამდენმა, ერთი გაელვებით რამდენიმე სიტყვით გაიწმინდა მთელი თავისი ცოდვები, როცა ისმინა ღმერთისგან. ამინ გეტყვი შენ. დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა. ასევე მეზვერე მკერძე ცემით აღიარებს ცოდვებს. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. გარდამოვიდა ესე განმანათლებელი სახეთ თვისა. ყველა ამ ადამიანმა აჩვენა თავისი სულის განწყობა, მოინანია ადრინდელი ცოდვით დაცემა და ამგვარად მიიღო შენდობა. გადავხედოთ ამ ცნების მნიშვნელობას და იმას, როგორი დიადი ძალა გააჩნია მოწყალებას, რათა გაიგო მისგან გამომდინარე სარგებელი, მით უფრო სიამოვნებით ვარიგებდით მას. ის ისეთი ნაყოფიერია, რომ არა მარტო ცოდვებისგან განწმენს, არამედ სიკვდილსაც განდევნის. მე გეტყვით როგორ, ვინ დადგა სიკვდილზე მაღლა, მოწყალების გაცემით, ამბობ შენ. ჩვენ ვხედავთ, როგორ რჩება ყველა სიკვდილის ძალაუფლების ქვეშ. არ შეშფოთდე, საყვარელო, არამედ გაიგე ყველაზე გამოცდილებისაგან მოწყალების ძალამ, როგორ გაიმარჯვა ძლევამოსილ სიკვდილზე იყო ერთი ქალი, ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურცი კი ის ყოველდღე დაკავებული იყო მხოლოდ იმით, რომ გასცემდა შესაწირს და ამით თავისთვის აგროვებდა სიმდიდრეს. წმინდა წერილი ამბობს, რომ ის ეხმარებოდა ქვრივებს, სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა იგი იქმოდა, მოხდა ისე, რომ იგი ავად გახდა და გარდაიცვალა. შეხედე ახლა, საყვარელო კეთილის მყოფელობა მისი და მათ, ვისაც აცმევდა, თავის მხრივ დააჯილდოვეს კეთილის მყოფელი. ისინი წარდგნენ მოციქულთან, აჩვენეს, როგორც ამბობს წერილი, ჩასაცმელი, უთხრეს, რას აკეთებდა მათთვის ქურცი კი, როცა ცოცხალი იყო, იხმობდნენ თავიანთ დამპურებელს, ღურიდნენ სრემლებს და თავს უხრიდნენ მოციქულს თანაგრძნობისთვის. რას აკეთებს ნეტარი პეტრე? პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუხლნი და ილოცა და მოექცა გუამსამას და ხრქუა. ტაბითა, აღდეგ და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თვისნი და იხილა რაი პეტრე წარმოჯდა. ხოლო მან მისცა მას ხელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი. ხომ ხედავ მოციქულის ყოვლის შემძლეობას, უпроსწორად მასში მოქმედ უფალს. ხომ ხედავ როგორი იყო იმ საუკუნეში სამაგიეროს მიზღვა ქვრივის სიკეთისათვის. რას აკეთებდა ის ქვრივებისთვის ასეთი რამ რომ მიუძღეს. ის პოულობდა მათთვის ჩასაცმელს და საკვებს, მათ კი სიცოცხლე დაუბრუნეს და მისგან სიკვდილი გააძევეს, უფრო ზუსტად, არა მათ, არამედ კაცთმოყვარე ჩვენმა უფალმა, მათზე მზრუნველობისთვის. ხედავთ სულიერ ძალას კურნებისას, საყვარელნო, მოვიმზადოთ ის ყველამ, ძვირი არ არის, თუმცა ასეთი დიდი ძალა აქვს. ძვირი კი არა, ძალიან იაფიც კია და ბევრ ხარჯს არ მოითხოვს, იმიტომ რომ მოწყალების მნიშვნელობა ფასდება არა გაცემული თანხის რაოდენობით, არამედ გამცემის გულმოდგინებით.
რომელმა ასოას ერთ სამცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწფისა. ამენ გეტყვით თქვენ, არა წარუწყდეს სასყიდელი მისი, შეტანილი წვლილი მოწონებულია, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერში მხოლოდ სუფთა განზრახვას ითხოვს. ხშირად ხდება, რომ ხელმოკლე იჩენს დიდ სიუხვეს და მოწყალებას, როცა არის სრული გულმოდგინება. და პირიქით, ბევრის მომხვეჭი იჩენს სიძუნწეს ღარიბთან შედარებით. ასე რომ გარწმუნებთ გულითადი სიუხვით გავცეთ გაჭირვებულებზე, რაც არის, რაც ღმერთმა გვიწყალობა, ის რაც მან ჩვენ მოგცა დაუბრუნოთ მას, რათა ამგვარად ისევ ჩვენ მივიღოთ დიდი ნამატი. ის ისე გულუხვად გასცემს ჩვენგან თავისავე ნაჩუქარს რომ იღებს, არ მიაჩნია რომ თავის საკუთრებას იღებს, არამედ გვპირდება რომ კიდევ უფრო მეტი სიუხვით დაგვიბრუნებს. იმ შემთხვევაში თუ ვისურვებთ გამოვიჩინოთ მზადყოფნა და ისე დაურიგოთ სიკეთე ღარიბებს, თითქოს ის თავად ღმერთს გადავეცით. ვიცით რომ უფლის მარჯვენა დაგვიბრუნებს არა მარტო ჩვენგან მიღებულს, არამედ გჩუქნის უფრო დიდი რაოდენობით. მოგვიზღავს არა მარტო ამას, არამედ ამასთან ერთად გჩუქნის ზეციურ სამეფოს, გვადიდებს, გვირგვინს გვადგამს, გვაძლევს ურიცხ სიკეთეს თუ ჩვენ შევწირავთ მცირეოდენ სიკიდან, რაც მისგან მოგვეცა. რაიმე რთულს ითხოვს ჩვენგან უფალი. სურს რომ ჩვენ მცირე მაინც გავაკეთოთ ჩვენთვის სასარგებლო, რომ კარგად გავანაწილოთ ის, რაც ტყუილად და საჭიროების გარეშე დევს ჩვენს საკუჭნაოში. ეს უნდა ემსახუროს საბაბად შეგვამკოს ნათელი გვირგვინით. ძალას არიშურებს და ჩვენს გვაიძულებს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსნი გავხდეთ მის მიერ აღთქმული სიკეთის. მაშ ასე, გთხოვთ არ მოვაკლოთ თავს ასეთი დიდი სიკეთე. თუ მშრომელი მიწის დამუშავების დროს მარაგს ამოწურავს, თესლს მიწაში აფნევს, ადრე შეგროვებულს თესავს და ამას სიამოვნებით აკეთებს, თავს იმშვიდებს იმ იმედით, რომ მეც მიიღებს. ამავე დროს იცის, როგორ ხშირად უცრუებთ იმედს ამინდის ცვლილება, ნიადაგის უნაყოფობა და სხვა მრავალი გარემოება, კალიების შემოსევა, ან ზიანის მომტანი ცვარნამი, თუმცა იმედით აღსილნი ანდობენ მიწას, რაც ბეღელში ჰქონდათ შეგროვებული. ამიტომ, მით უმეტეს უნდა დავთესოთ ღარიბების გამოსაკვებად, რაც უხმარად გვიდევს ჩვენ. აქ ბოლო აუცილებლად კეთილი იქნება და არ უნდა გქონდეს წარუმატებლობის შიში, რომელიც მიწის დამუშავების დროს აქვთ ხოლმე. განაბნინა და მისცა გლახაკთა და სიმართლე მისი გიეს უკუნითი უკუნისამდე. აი, საოცარი მფლანგველობა, მოკლე დროში გასცა და სიმართლე მისი იმყოფება უკუნისამდე. შეიძლება იყოს რაიმე ამაზე უფრო ნეტარი. მაშ ასე გთხოვთ, მოვიპოვოთ ჩვენში მოწყალების სიწმინდე, რათა ჩვენ შესახებ ღირსეულად ითქვას. მათ გაფლანგეს, მისცეს ღარიბებს და მათი სიმართლე იმყოფება უკუნითი უკუნისამდე. ვინაიდან ითქვა, განაბნინა და მისცა გლახაკთა, ამიტომ შენ რომ არ იფიქრო, თითქოს გაფლანგული იღუპება, მაშინვე ემატება. სიმართლე მისი გიეს უკუნითი უკუნისამდე, ესე იგი, დროებითი განძის გაფლანგვის შემდეგ, რჩება გაუფლანგავის სიმართლე, გადაჭიმული მარადისობასა და უსასრულობაში. გულმოწყალებასთან ერთად, დაურთოთ გულმოდგინე მზრუნველობა სხვა სათნოებებისათვის, დავიოკოთ ხორციელი ჟინი, ჩვენი სულიდან გავდევნოთ ყოველგვარი უცმაწური სურვილი, ყოველგვარი ბოროტის ზრახვა, ბრაზი, მძვინვარება, შური და შევამკოთ სულის კეთილსახიერება. რადგან შევიძენთ ნათელ და ბრწყინვალე სულიერ სილამაზეს, მივიქცევთ ჩვენსკენ ცის მბრძანებელს, ის კეთილგანწყობილი შექმნის ჩვენში თავის სავანეს. და ის სადაც ხედავს სულს კეთილსახიერს სასწრაფოდ იქმიდის. მან თავად თქვა, აი, ვის მივაპყრობ მზერას გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს. ხედავ, ის თავად გვაჩვენებს ყველა სულიერ სამშვენის, რომელსაც შეუძლია ნათელყოს სულიერი კეთილსახიერება. რას ნიშნავს? ჩემი სიტყვების მოშიშს. ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც თავის საქმიანობაში აჩვენებს უფლის ცნებების მორჩილებას. მეორე ადგილას ითქვა, ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება. ჩვენ როცა ვხედავთ მოსამსახურე უდიდესი გულმოდგინებით, შიშით და კრძალვით ასრულებს ბრძანებას, მისდამი უფრო მეტად სათნონი და კეთილგანწყობილნი ვართ. უაფლი ღმერთიც უფრო მეტ სათნოებას გამოიჩენს ჩვენს მიმართ. ამიტომაც თქვა, აი, ვის მივაპყრობ მზერას გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს. სიტყვა მისი ესაა ანდერძი, მისგან ჩვენთვის მოცემული. ვიცით რა არის საჭირო მისთვის, რა არის ღვთივსათნო, ამიტომ ვქმნათ ის. ვეცადოთ ვიყოთ ისეთები, როგორც მას სურს, გამოვიჩინოთ მორჩილება მდუმარედ, სიმშვიდით, თავმდაბლობით, უდიდესი მოწიწებით და შიშით შევასრულოთ მისი მცნებები. რათა მბრძანებელმა ყოველთა მიიღოს ჩვენი ჩანაფიქრის კეთილი განზრახულობა და იყოს კმაყოფილი ჩვენი მორჩილების, წყალობით გადმოგხედოს ჩვენ. თუ ის ამას გვიწყალობებს, სრულიად უსაფრთხოდ ვიქნებით. აი, ვის მივაპყრობ მზერას, ამბობს ის, ანუ ჩემი მზრუნველობის ღირსად გყოფ, გამოგიწვდი ხელს ყველაფერში დაგეხმარები, ბარაქით, სიუხვით. გთხოვთ, შევასრულოთ ეს ყველაფერი, რათა გადმოგხედოს მეუფემ, რომ ჩვენ შეგვეძლოს ახლანდელი ცხოვრება ვაების გარეშე გავატაროთ და მომავალ სიკეთეს მივაღწიოთ, წყალობითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, თანა მამით და სული წმიდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.